Facebook-ზე დაწყებული მეგობრობა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა, ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული ისტორიაა, რომელიც ოდესმე გამიგია. ვიდეოს ყურებისას არაერთხელ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ გამოგონილ ისტორიას გიყვებით, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთი რამ არავის დაემართება, რომ თქვენ არასდროს დაგემართებათ რაღაც მსგავსი. ვიდეოს ბოლოსაც სამწუხაროდ ბევრი კითხვა დაგრჩებათ, რომლებზეც პასუხი არ მაქვს, მაგრამ გვპირდებით, რომ დღევანდელ ვიდეოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ჩახლართულ catfishing-ის ისტორიას მოგიყვებით. მათთვის, ვინც შეიძლება არ იცოდეს, მოდით გავმარტოთ, რას ნიშნავს სიტყვა catfishing-ი. Catfish, როგორც ვიცი, ქართულად ლოქოს ნიშნავს, ხოლო catfishing-ი არის სლენგი ინგლისურ ენაში, რომელიც აღნიშნავს პროცესს, როცა ვიღაც ქმნის fake ყალბ პროფილს, ყალბი ინფორმაციით, ყალბი მონაცემებით, გაყალბებული შეიძლება იყოს ფოტო, სახელი, გვარი, სტატუსი, ყველაფერი. პირველი როცა უკვე არსებულ ვიღაცის მონაცემებს, ფოტოს, თუნდაც სახელს და გვარს იღებ და როგორც საკუთარ მონაცემებს ისე ასაღებ, ან როცა მთლიანად იგონებ ყველაფერს. ხშირად მსგავს რაღაცებს შეხვდებით ხოლმე dating აპებზე და საიტებზე. თუ აქვს ამ სლენგს ქართულში ზუსტად ასე ერთ-ერთში თარგმანი, სიამოვნებით მითხრათ კომენტარებში. მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტ ხაფანგი ყველაზე სწორი თარგმანი იქნება. დღევანდელი ისტორია იწყება 2010 წელს Facebook-ზე გაგზავნილი მეგობრობის თხოვნით. კირა, რომელიც მაშინ 30 წლის იყო, სამშობლით არის ინდოეთის ერთ-ერთი შტატიდან, პენჯაბიდან და ის და მისი ოჯახი არიან ზიგიზმის წარმომადგენლები. ისინი ცხოვრობდნენ კენიაში, სადაც ინდოელების საკმაოდ დიდი სათვისტომოა და მისი მშობლები იმიგრაციაში წავიდნენ ლონდონში, ინგლისში და კირა სწორედ იქ დაიბადა. 2010-ში კირა მუშაობდა ადგილობრივ რადიოში, ერთ-ერთი შოუს წამყვანად. მოკეთეს საკმაოდ პატარა community, წარმოიდგინეთ პატარა სოფელი ალბათ, სადაც ყველას იცნობს. და კირა იღებს მეგობრობის თხოვნას ბობისგან, რომელიც ასევე იგივე community-ის წარმომადგენელია, რომელიც წარმომადგენელი კირაც არის. რეალურად შორიდან იცნობს კირა ბობის და მის ოჯახს, ძალიან ცნობილი ოჯახი ყავს, ძალიან პატივსაცემი, ფინანსურად ძალიან წარმატებული. ბობი თვითონ კარდიოლოგია და კენიას და ლონდონს შორის ძალიან ბევრს მოგზაურობს, მოკლედ, ასე ვთქვათ, შორიდან ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. და როცა მეგობრობის თხოვნა მიიღო, Facebook-ზე ამიტომაც არ გაკვირვებია, თან როცა ხსნი Facebook-ზე მეგობრობის თოვნას, იქ ყოველთვის გიჩვენებს ხოლმე, რამდენი საერთო მეგობარი ყავს და ვინ არიან ეს საერთო მეგობრები და ერთ-ერთი საერთო მეგობარი, რომელიც ამოუგდო კირას, იყო მისი უმცროსი ბიძაშვილი, სიმრანი. უბრალოდ ინგლისურად second cousins ამბობენ, ანუ ქართულად ბიძაშვილის შვილი, ალბათ. მოგეთ, როგორც დებს, ისეთი ურთიერთობა ქონდათ ერთმანეთში, სიმრანისთვის კირა იყო უფროსი და დიდი ოჯახი აქვთ და ასე ვთქვათ, დიდი სანათესაო და ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, თუმცა, ასაკის მხრივ სხვაობა იყო. ამ დროს 2010-ში სიმრანი იყო ჯერ კიდევ თინეიჯერი, 17 წლის და სოთიშორის ურთიერთობა ქონდა ბობის უმცროს ძმასთან, JJ-სთან, მოგეთ, ეს პირველი სიყვარული. JJ ხშირად წერდა ხოლმე კირას Facebook-ზე, როცა რაღაცა პრობლემა ქონდათ ხოლმე ურთიერთობაში, რჩევებისთვის ყოველთვის მიმართავდა ხოლმე კირას, რადგან იცოდა, რომ სიმრანი ძალიან დიდ პატივს სცემდა კირას როგორც მის უფროს დას, ამიტომ როცა რაღაცა სჭირდებოდა ხოლმე სიმრანთან ურთიერთობაში, რჩევა, დახმარება ყოველთვის მიმართავდა ხოლმე კირას. ამიტომ როცა დაინახა ბობის მეგობრობის თხოვნა Facebook-ზე, ძალიანაც არ გაკვირვებია. თან იმ პერიოდში 2010 წლის აგვისტოში სამწუხაროდ JJ მოულოდნელად გარდაიცვალა. ალერგიული შეტევა ჰქონდა რეაქცია და დაიღუპა, რაც ყოველთვის ძალიან დიდი ტრაუმა იყო, მათ შორის სიმრანისთვის და კირასთვისაც, თუმცა კირას ახლა ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო რეალურად ასეთი Facebook-ზე მიმოწერით თუ იცნობდა. JJ-ს მოგეთ, დაიმატა ბობი მეგობრების სიაში და ბობი მაშინ მიწერა პირველი შეტყობინება, რომ ვთქვათ, მადლობა გადაუხადა, რომ JJ-სთვის ვთქვათ, უფროსი დასავით იყავი, ყოველთვის კარგ რჩევებს აძლევდი და დიდი მადლობა ამისთვის. კირა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და მოგეთ, ასე დაიწყო მათი მეგობრობა Facebook-ზე, ასე ხშირად წერდნენ ხოლმე ერთმანეთს, როგორც მეგობრები, ბობი იმ დროს დაოჯახებული იყო, კირაც ურთიერთობაში იყო. მეგობრობის გარდა დასაწყისში არაფერი ყოფილა. თან უნდა წარმოიდგინოთ იმ დროს 2010 წელს Facebook-ზე მესიჯობა აბსოლუტურად სხვა იყო, ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია მესიჯობა, API არ არსებობდა, ანუ smartphone-ზე არ ქონდათ. Messenger-იც კი არ იყო, მე მგონი ჯერ კიდევ
შექმნილი, ამიტომ უნდა facebook.com-ზე უნდა შეცვლილიყავი კომპიუტერით და უმეტესად ეს გულისხმობდა პერსონალურ კომპიუტერებს, რომლებიც სახლში იდგა და შენს რიგს უნდა დალოდებოდი, რომ facebook-ზე შესვლის შესაძლებლობა ქონოდა, ძირითადად სამსახურის შემდეგ საღამოს. დღეს რა გზავნიან ერთ smile-ს ან ძახილის ნიშანს ან რაღაცას, როგორც ერთ შეტყობინებას შინესი არ იყო, კრეფტი ხოლმე რა მოხდა შენ მთელი დღის განმავლობაში, მთელი კვირის განმავლობაში აგზავნიდი ამ შეტყობინებას. მე ის ადამიანი სავარაუდოდ მეორე დღეს ნახულობდა ამ შეტყობინებას, მე ის პასუხობდა უკან. მოკლედ მიმოწერა ამას გულისხმობდა მაშინ Facebook-ზე. თუმცა დაიწყეს ასე ვთქვათ უფრო ახლოს ერთმანეთის გაცნობა. ბობი ძალიან ენდობოდა კირას, ბევრ რამეს უყვებოდა თავისი ოჯახის და პირადი ცხოვრების შესახებ. სამწუხაროდ იმ პერიოდში ბობის ცოლთან პრობლემები ჰქონდა, როცა ოჯახში რაღაც ესე დიდი ტრაგედია ხდება, ხშირად ეს მე ოჯახურ ურთიერთობებზეც აისახება ხოლმე. ბობის პირადი ცხოვრების შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა და დაშორდა ბობი თავის ცოლს. აქ უკვე სადღაც 2011 წელი გვაქვს, რამოდენიმე თვით იკარგება, აღარ წერს ხოლმე კირას, კირაც ფიქრობს, რომ ეს რაღაცა განქორწინების პროცესი, თავისი პირადი პრობლემები უნდა მოაგვაროს. მოკეთ რაღაცა პატარა პაუზა მათ ურთიერთობაში, თუმცა სანამ გავაგრძელებ ისტორიის მოყოლა საკ პატარა დეტალს გეტყვით, რომელიც მე მოგვიანებით გახდება ისტორიაში. მნიშვნელოვანი 2011-ში გაზაფხულის პერიოდი არის. დაახლოებით 5 თვის შემდეგ, 2010 წლის ნოემბერში მიწერა პირველად ბობიმ კირას. Facebook-ს დაახლოებით 5 თვის შემდეგ, ეს 5 თვი არის რომ უკვე მიმოწერა აქვს Facebook-ზე. ხამის კლუბშია ლონდონში კირა თავის მეგობრებთან. ერთად უკვე გვიანი ღამეა, ხმაღალი მუსიკა, სიბნელე, ალკოჰოლი და მოულოდნელად ხედავს ბობის, რომელიც ასევე თავის მეგობრებთან ერთად არის, ასევე ნასვამები არიან და გადაწყვეტა რომ მისულიყო და მისალმებოდა ბობის და ბობიმ ვერ იცნო, კირა, ანუ კირა ეუბნება რომ მე ვარ კირა ვარ Facebook-იდან. ნუ რაღაცა ისეთი უხეში რეაქცია არ ქონია ბობის, უბრალოდ ვერ იცნო. კირა ვერ იცნო, შესაძლოა თქონდა თავაზიანად მიესალმა, მაგრამ სულ ეს იყო მეტი არაფერი. უთქვას და კირამ რა თქმა უნდა უხერხულად იგრძნო თავი და გადაწყვეტა რომ იცი რა, ოკეი, აღარ შევაწუხებ, ის თავის მეგობრებთან ერთად არის, მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ. ყველანი ნასვამები არიან უკვე, ამიტომ მოდი არ ღირს ხა ამ დიალოგის გაგრძელება და დაიმშვიდობა. ცოტა შორის შემდეგ არც არასდროს უხსენებია კირას ბობისთან საუბრისას ეს შემთხვევა. ეს იყო ასე ვთქვათ მათი პირველი რეალური შეხვედრა სულიად შემთხვევით ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში. ნუ ამის შემდეგ რაღაც პერიოდი ისევ დისტანციაზე არიან, როგორც გითხარით, იშვიათად წერენ ერთმანეთს. 2012 წლის ოლიმპიადა, ლონდონის ოლიმპიადისთვის იწყება უკვე მზადება, სადაც ორგანიზატორების ჯგუფში ხვდება კირა, ანუ ბობის თავის პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ბრუნდება ისევ კირას ცხოვრებაში, წერს რომ ახალი საცოლე ყავს და ავსტრალიაში იქნება ქორწილი. და პატიჟებს კიდეც კირას ქორწილში. კირა ამბობს შორის რომ გაუკვირდა ძალიან ეს ამბავი, სულ ახალხანს დაშორდა ცოლს, ამიტომ ცოტა უცნაური სიტუაცია იყო, მაგრამ მისი საქმე არ იყო რა თქმა უნდა, მიულოცა. ბობის ძალიან უნდოდა რომ სინჯი მისი საცოლე გაეცნო კირას, რადგან კირა მისთვის ძვირფასი მეგობარი იყო და ბობის თხოვნით დამეგობრდნენ კიდეც Facebook-ზე და დაიწყეს მიმოწერა, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან სინჯმა და კირამ, როგორც თქვი, კირა ქორწილში იყო დაპატიჟებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო წასვლა. მოკეთ ასე მოვედით 2013 წლის ნოემბერში, 2 წლის შემდეგ, ანუ პირველი შეტყობინებიდან 2 წლის შემდეგ, კირასის რადიოში შოუ აქვს და თავისი Facebook-ი აქვს გახსნილი, იმიტომ რომ Facebook-ზე იღებდა ხოლმე შეტყობინებებს თავისი მსმენელებისგან და მოულოდნელად ხედავს ახალ პოსტს, სადაც წერია რომ ბობის ესროლეს. მისი მეგობრის პოსტია, რომელზეც ბობი არის მონიშნული და ამიტომ ამოუგდო კირას ეს ახალი პოსტი, რომ 6-ჯერ ესროლეს ბობის კენიაში, ქუჩაში, რაღაც ქუჩური გარჩევის დროს, ხშირად ხდება ხოლმე კენიაში მსგავსი რაღაცები. ნიუსებშიც ხშირად ნახავთ ხოლმე და მოკეთ ერთ-ერთი ასეთ გარჩევის დროს იქ აღმოჩნდა ბობი, რომელსაც ესროლეს, კომაშია, ძალიან მძიმე მდგომარეობა, საავადმყოფოშია და ყველას თხოვენ რომ ბობისთვის ვიღოცოთ. ცოტა უცნაური ასე დროს ვის აქვს დრო Facebook-ზე პოსტების გამქვეყნების, მაგრამ ოკეი, ძალიან განიცადა რა თქმა უნდა კირამ. აღმოჩნდა რომ ამ დროს სიმრანი კირას ბიძაშვილის არის კენიაში და ასე ვთქვათ ისიც აწვდიდა სიახლეებს ბობისთან დაკავშირებით. რაღაც პერიოდი ცოტა უკეთესობა იყო, კომიდან გამოვიდა ბობი, მაგრამ მალევე იგებს ინფორმაციას, რომ ბობი გარდაიცვალა. ბობი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ძალიან განიცადა ეს ამბავი რა თქმა უნდა კირამ, თუმცა ბევრი სარბის გაკეთება შეეძლო, კენიაში წასვლა სამწუხაროდ ვერ შეძლო. მოკეთ ისეთ ჩანდა რომ თითქოს აქ დამთავრდა ეს ისტორია, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ სინჯი ცოლი ბობის წერს კირას, რომ ნიუ-იორკში მივდივარ, ამერიკაში რაღაცა ძალიან სერიოზული ხდება, არ ვიცი შემიძლია თუ არა ეს Facebook-ზე მოგწერო, მაგრამ სიმრანი, ბიძაშვილი დაგირეკავს, ისიც საქმის კურსშია და ის მოგიყვება რა ხდება. კირა ძალიან გაკურებული რა უნდა ხდებოდეს ასეთი, მაგრამ ნუ, ოკეი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ სიმრანი ურეკავს კირას და ეუბნება, რომ ბობი ცოცხალია. ბობი ცოცხალია, გადარჩა ნოსტროლაში მოყვა, დაჭრილი იყო, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, არ იციან საერთოდ გადარჩება თუ არა, მაგრამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ხვდება, რადგან სისხლისამოსლის საქმე აღსრული ამ რაღაცა ქუჩური გარჩევის გამო კენიაში და მისი უსაფრთხოებისთვის გადაიყვანეს ამერიკაში, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ საავადმყოფოში, თან ფინანსურადაც პრობლემა არ იყო ბობის ოჯახისთვის და თან უსაფრთხოების მიზნითაც, რომ ქვეყნიდან გაიყვანეს და თან სამკურნალოდ, ასე ვთქვათ, ნიუ-იორკში და მისი ცოლიც იქ მიდიოდა. ნუ ეუბნება ხა სიმრანი უყვება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ძალიან უხარია კირას, რომ ბობი ცოცხალია, უბრალოდ ვერ იგებს მასთან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს და ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას რატო აწვდიან, მაგრამ ნუ რას იზავ? გეუბნებიან, გენდობიან, დარწმუნებულად რაღაც მხრივ სასიამოვნო მომენტიც არის, რომ გენდო ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიძერს თან, თუმცა შენი მხრიდან არაფერს არ ითხოვენ, შენ არ გავალებენ არაფერს, უბრალოდ ინფორმაციას გაწვიან. მოკლედ, ეს ამბავი მოხდა 2013 წლის ნოემბერში, უკვე 2014 წელს ვარ, როცა კირამ გაიგო ეს ამბები, რომ თურმე ბობი საავადმყოფოშია ნიუ-იორკში და მისი ცოლი შეეხმიან ამ ამბავთან დაკავშირებით. მოკლედ, 2014 წლის გაზაფხულზე ბობი ისევ ბრუნდება კირას ცხოვრებაში, ახალ პროფილს აკეთებს Facebook-ზე და წერს კირას ამ ახალი პროფილიდან და ეუბნება, რომ კომიდან გამოსვლის შემდეგ მეხსიერების ნაწილი დაკარგა, ყველაფერი და ყველა დეტალი და წვრილმანი ისე კარგად არ ახსოვს, თუმცა კირასთან მიმოწერები და კირასთან მეგობრობა ახსოვს. კირას უკვე ძალიან როგორ შეიძლება რომ მომწერო თუ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ხარ და ბობი ეუბნება, რომ შენთვის წესებს ვარ. მოკლედ, აქედან იწყება კირას და ბობის ურთიერთობა ამ მოწმეთა დაცვის პროგრამის პერიოდში. ბობის აქვს მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემა, გულის შეტევა, მიგრენები, ერთი მხარე შეტევის გამო მთლიანად პარალიზებული ქონდა, მეტყველების უნარი დაკარგა, რაღაცა მხოლოდ ბგერებს გამოცემდა და თითო სიტყვას თუ ამბობდა. ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო, სუიციდის ნიშნები ქონდა, თვითმკვლელობაც კი სცადა, მაგრამ მეტ და მიუსწრო და გადაარჩინეს, იპარებოდა საავადმყოფოდან და სხვადასხვა ბარში იპოულობდნენ ხოლმე მთვრალს. მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო. როგორ იცოდა კირამ ეს ყველაფერი, ეს ინფორმაცია, პირველ რიგში თქონდა პირადი მიმოწერებით, მაგრამ ასევე სხვადასხვა ნათესავებისგან, ბიძაშვილებისგან, ასევე მეგობრებისგან, მაგალითად ბობის ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო ქირურგი, რომელმაც მოახერხა, რომ ბობის ექიმების ჯგუფში მოხვედრილი იყო და თან გაყოლოდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, რომ საავადმყოფოში მის გვერდით ყოფილიყო, როგორც ექიმი და როგორც მეგობარი და ყველა მათგანი, ასე ვთქვათ, ეხმიანებოდა ხოლმე კირას, რაღაცა საერთო ჯგუფიც კი იყო გაკეთებული Facebook-ზე და ხშირად იცვლებოდა ხოლმე ეს ინფორმაცია და კირას და ბობის ხშირად მიმოწერები ქონდათ ერთმანეთთან. იმ მძიმე სიტუაციის გამო, რა სიტუაციაშიც ბობი იყო, რამოდენიმე ოპერაცია დასჭირდა, არც იცოდნენ საერთოდ გადაიტანდა თუ არა სხვადასხვა ოპერაციებს, ფიზიკურად მოძრაობა, მეტყველება, ყველაფერი ძალიან შეზღუდული ქონდა, ძალიან დეპრესიული იყო. ამის გამო სინჯთან ურთიერთობა გაუფუჭდა, იმდენად დამძიმდა სიტუაცია, რომ სინჯმა დატოვა ნიუ-იორკი და აღარ ქონდა ბობისთან ურთიერთობა. მოკლედ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ბობი. აქეთ პირად ცხოვრებაშიც რაღაცები შეიცვალა. ბოიფრენდი ყავდა, რომელთან ურთიერთობაშიც იყო 18 წლის ასაკიდან მოყოლებული, მაგრამ ძალიან ისეთი ტოქსიკური ურთიერთობა ქონდათ ამ ასაკში უკვე, ამ პერიოდში უკვე კირა 35 წლის არის. ამ პერიოდის განმავლობაში ხან ერთად იყვნენ, ხან დაშორებულები იყვნენ, როგორც კი საქმე მივიდოდა ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანაში, ქორწილი ნიშნობა რაღაცა მსგავსი სტივი მაშინ გაქრებოდა ხოლმე. რაღაცა პერიოდის შემდეგ ისევ დაბრუნდებოდა და კირა ყოველთვის ისევ უკან იღებდა ხოლმე. თვითონ როგორც ამბობს, ძალიან ლოიალური ადამიანია, ასე აღზარდეს მისი ოჯახი, მისი კულტურა, რომ ადამიანი თუ ერთხელ შემოუშვი შენ ცხოვრებაში და გიყვარს შემდეგ ასე იოლად არ თმობ ამ ადამიანს, მაგრამ არ ვიცი როგორ ჩანს კირას ლოიალობასაც რაღაც საზღვარი ქონდა, არ ვიცი იმდენ ზუსტად რა გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ გაწყვიტა მოკლედ მასთან ურთიერთობა. მოკლედ ამ პერიოდში 2014 წლის ბოლო, 2015 წლის დასაწყისია, ორივე მათგანი არის პარტნიორების გარეშე, ერთმანეთს ამხნევებენ, ხშირი მიმოწერა აქვთ, მოკლედ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ერთმანეთს დაეხმარნონ და ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, ბობის ტონიც შეიცვალა კირას მიმართ და ერთ-ერთ შეტყობინებაში ესე სრულიად მოულოდნელად წერს კიდეც მესენჯერში. შორის კამერა არასდროს არ ჩაურთავს ბობის უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე. უკვე ისიც კი პრობლემა იყო, რომ საერთოდ წერდა კირას, მაგრამ ამ წელს არ ყოფდა, თუმცა კამერას ვერ ჩართავდა, მეტყველება არ შეეძლო. ლოგოპედი ყავდა სხვათა შორის, რომელიც თავიდან, ასე ვთქვათ, თერაპიაში იყო და თავიდან სწავლობდა მეტყველებას, ამიტომ ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო შეტყობინებები. კირა ხშირად უგზავნიდა ხოლმე ხმოვან შეტყობინებებს და ბობი ყოველთვის ტექსტ შეტყობინებით პასუხობდა ხოლმე უკან და ერთ-ერთი ასეთი ტექსტ შეტყობინებით მოწერა, რომ უყვარს. გეგზნობები აქვს კირას მიმართ, თუმცა მართალი რო გითხრათ, კირას განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია ამ ამბისთვის და დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, იმიტომ რომ ჩათვალო, რომ ეს არ იყო რეალური გრძნობები, არამედ უფრო გამოსავალის ძიება იყო იმ რთულ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ბობი იყო და ეს არ იყო რეალური გრძნობები და ამიტომ
არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება, თან ეს ხდება პირველი შეტყობინებიდან 4 წლის შემდეგ. რაღაცა ესეთი უცებ მიღებული გადაწყვეტილებაც არ იყო. რა თქმა უნდა 4 წელიწადი ასე თუ ისე იცნობენ ერთმანეთს და კონტაქტში არიან, თუმცა კირასთვის მაინც ცოტა ისეთი დაუჯერებელი ამბავი იყო. თუმცა ამ პერიოდში უკვე იწყებენ ბობის მეგობრები, ნათესავები, რომლებიც ასევე წერდნენ კირასთვის მის თქმას, რომ ბობი მუდმივად შენ შესახებ საუბრობს. სიმრანი ცოტაშორის სიმრანის იგივეს ეუბნებოდა და წერდა, რომ აი მუდმივად შენს შესახებ საუბრობს, აშკარად გრძნობები აქვს შენს მიმართ და იქნებდა არ შეწყვიტო მასთან მიმოწერა, არ შეწყვიტო მასთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, შანსი მისცე ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ როგორც თქვი, რეალურად არც იცოდნენ ბობი საერთოდ შეძლებდა თუ არა საავადმყოფოს დატოვებას. განსაკუთრებულად დიდი იმედი არ ჰქონდათ. ამიტომ რაღაცა ესეთი თემა იყო, რომ იქნება არ აწყენინო, რომ ისევ დეპრესიაში არ ჩავარდეს, ისევ თვითმკვლელობა არ სადოს. ნუ თან ბობის ნათესავები მეგობრები წერდნენ ამას. კირასის მხარი იყო, რომ ბობი ეუბნებოდა პირდაპირ ამას, რომ არ მივატოვოდა, ვარი არ თქვა ჩემთან ურთიერთობას და რაღაც ასე. რაც ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდა ეს ამდენი ნათესავი და ეს ამდენი მეგობარი კირაზე, რომ აი შენი იმედი გვაქვს. და სხვადასხვა კი ამბობს, რომ ერთ სიტუაციაში, როცა ესე მიმოწერაში იყვნენ, უცებ შეწყვიტა ბობიმ პასუხისგაცემა და მე მისი მეგობარი წერს, ეს ექიმი, რომელიც იქ იყო, რომ ბობის აქვს შეტევა და არ ვიცით გადარჩება თუ არა ბობი, კირამ არ იცის ბობი რა მდგომარეობაშია და როგორც თვითონ ამბობს, ისე ძალიან განიცადა ბობის ეს მდგომარეობა და ეს სიტუაცია, რომ იმ მომენტში მიხვდა, რომ მასაც გრძნობები ქონდა ბობის მიმართ. ანუ ეს აღარ იყო უბრალოდ ის, რომ აი მომაკვდავი ადამიანი დეპრესიაში არ ჩააგდო და უარი არ უთხრა, არამედ თვითონაც უკვე რეალური გრძნობები გაუჩნდა ბობის მიმართ და უკვე სხვანაირად დაიწყო ამ ურთიერთობაზე ზრუნვა, სხვა ენერგიას დებდა უკვე ამ ყველაფერში და სხვანაირად ზრუნავდა ბობიზე, მაგრამ 2015 წლის თებერვალში, ვალენტინობის დღეს ოფიციალურად გახდნენ წყვილი. და მათი როგორც წვილის სასწავლო ურთიერთობა იწყება 2015 წლის თებერვლიდან. ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან უხაროდათ მათი ურთიერთობა, სხვადასხვა ახალი ჯგუფი გააკეთეს, სადაც არ ვიცი 40 კაცი იყო ერთად ამ ჯგუფში დამატებული ბობის ნათესავები, ძირითადად უბრალოდ მე მგონი ჯგუფი უკვე არსებობდა და კირა დაამატეს ამ ჯგუფში და ნუ ყველას ძალიან უხაროდა მათი ურთიერთობა. ერთ-ერთი ადამიანი იყო ბობის ერთ-ერთი ბიძაშვილი, რომელმაც ჩათი დატოვა, რადგან სინჯის ბობის ყოფილი ცოლის ახლო მეგობარი იყო და არ მოსწონდა კირას და ბობის ურთიერთობა, ამიტომ ჯგუფი დატოვა. სხვა კირა როგორც ამბობს, ყველანი ძალიან თბილად ეპრობოდნენ კირას. სხვადასხვა ამ პერიოდში მესენჯერიდან სკაიპზე გადავიდნენ. ბობი რა თქმა უნდა კამერას არ თავდა, მან არაფერი შესულა, მაგრამ ზარი გადიოდა. კირას ვიდეო კამერა ქონდა მუდმივად ჩართული 24/7-ზე და ბობი იქედან შეტყობინებებს გზავნიდა ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი შეტყობინების დროს ბობი სხვადასხვა ხელი სთხოვა კირას და კირა დასთანხმდა. ნუ არაოფიციალური ამბავი იყო, იმიტომ რომ მათთან ტრადიცია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ოჯახები ერთმანეთს არ იცნობდნენ და მამამისისთვის არ უთხოვია კირას ხელი. ამიტომ რა თქმა უნდა ოფიციალური არ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ასე ვთქვათ არაოფიციალურად ხელი სთხოვა კირამაც დედას და დეიდას მოუყვა ამ ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მამას რაც შეეხება ბობიმ სთხოვა, რომ არ უთხრა. მე თვითონ მინდა რომ როცა ფიზიკურად შევძლებ და ჯანმრთელობა ამ შესაძლებლობას მომცემს, ჩამოვიდე ლონდონში და მე თვითონ ვთხოვო შენი ხელი მამაშენს, ამიტომ მამისთვის არ უთქვას. ეს ამბავი მოკეთ ძალიან დიდი გეგმები ქონდათ, მომავალს გეგმავდნენ სახლის ყიდვას ლონდონში და ერთი სული ქონდათ, როდის დამთავრდებოდა ეს მოწმეთა დაცვის პროგრამა, რომ ერთად დაეწყოთ მომავლის დაგეგმა რეალურად ლონდონში დაბრუნებულიყო ბობი, მაგრამ ამ დროს მოულოდნელად 2015 წლის ივნისის თვეა, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ოფიციალურად წყვილი გახდნენ, როცა ბობი ეუბნება კირას, რომ სინჯი მისი ყოფილი ცოლი მისგან არის ფეხმძიმე. 7 თუ 8 თვის ფეხმძიმე არის, ეს ყველაფერი მოხდა იქამდე, სანამ ისინი ოფიციალურად წყვილი გახდებოდნენ. კირამ ძალიან განიცადა ეს ამბავი, ძალიან განიცადა, თუმცა ყველა მხრიდან ყველა წერდა და ეუბნებოდა, რომ ბობის შენ მხოლოდ შენ უყვარხარ და სინჯთან არ უნდა რომ არაფერი საერთო ქონდეს გარდა იმისა, რომ თქონდა ამ ბავშვს იზრუნებს, მაგრამ ერთად არ დაბრუნდებიან. ბობი ზუსტად იგივეს უმეორებდა, რომ არ უნდა მისი დაკარგვა და მხოლოდ ბავშვის გამო ექნებოდა სინჯთან ურთიერთობა და კირამ გადაწყვიტა, რომ არ მიეტოვებინა და არ დაეკარგა ბობი ამის გამო, რადგან ნუ მოხდა იქამდე, სანამ რეალურად ესენი ოფიციალურად წყვილი გახდებოდნენ. სხვადასხვა დედამისსაც მოუყვა ეს ამბავი და დიდას საკმაოდ ძიმე რეაქცია ჰქონდა. არა მხოლოდ ბავშვის გამო პრობლემა იყო ბობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, უთხრა კიდეც დედამ, აი გინდა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. აქ ჩანს იდეალურად კირა როგორი ადამიანია, პასუხობს, რომ იცი რა შეიძლება სრულიად ჯანმრთელ ადამიანს გავყვეთ ცოლად, მაგრამ ზუსტად ასეთ სიტუაციაში ჩავარდე.
ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ არ არის მიზეზი იმის, რომ ადამიანზე უარი თქვა. და კი რაც ცდილობდა ასე ვთქვათ, როგორც შეეძლო ლონდონიდან ჩართულიყო ამ პატარას ცხოვრებაში, სხვათა შორის ტანსაცმელსაც კი არჩევდნენ ერთად ინტერნეტში. ამ პატარას ვისა შემდეგ ბობი უგზავნიდა ხოლმე ფოტოებს, როცა უკვე პატარას ეცვა კი რაც შერჩეული ტანსაცმელი, მოკეთ მაქსიმალურად ცდილობდნენ დისტანციაზე, როცა გაქვს ესეთი ურთიერთობა ძალიან რთულია და მაქსიმალურად ორივენი ცდილობდნენ, რომ როგორმე ეფუნქციონირა ამ ურთიერთობას მხოლოდ Skype-ზე და Messenger-ზე დამოკიდებულს. 2015 წლის ბოლოდან სიტუაცია ძალიან იცვლება. ბობი იცვლება ძალიან კირასთან მიმართებაში. ხდება ძალიან ეჭვიანი. ძალიან ეჭვიანი. კირა 24 შვიდზე არის Skype-ზე ჩამოკიდებული. სად ხარ? ვისთან ხარ? ისე ლაპარაკები. ბობი იმაზეც კი ეჭვიანობდა, რომ კირა სამსახურში რადიოში მსმენელებს ეფლირტავებოდა. მოკეთ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ კირას სამსახურის დატოვება მოუწია, მეგობრებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, არც კი ქონდა მეგობრებს უფლება, რომ კირას მოხვეოდა, რადგან კირა ბობის ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბობი არც კი იყო იქ ოთახში კი არა და ქალაქში და ქვეყანაშიც კი, მაგრამ კირა იმდენად დიდი სტრესის ქვეშ იყო, იმდენად დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო, რაღაც ისეთი არ გაიგეთებინდა, რაღაც ისეთი არ ეთქვა, რომ ბობის ისევ შეტევა დამართნო და ისევ დეპრესიაში ჩავრნილი იყო, ისევ თვითმკვლელობა ეცადა, რომ აი თითწორებს დადიოდა. მეგობრები დაკარგა, არავისთან და არაფერთან კონტაქტი და შეხება აღარ ქონდა, აღარსად აღარ დადიოდა, არაფერს აღარ აკეთებდა, კარიერა მიატოვა. 24 შვიდზე იყო ჩამოკიდებული Skype-ზე, რომ ასე ვთქვათ, ბობის გვერდით ყოფილიყო. მეც არაფერს აღარ აკეთებდა. რაღაც მომენტში კირა გრძნობს, რომ რაღაცა ისი არ არის როგორც უნდა იყოს, რაღაცა ხდება, იმიტომ რომ აი თვითონ როგორც ამბობს, როცა ხვდები, რომ ადამიანს აშკარად ჩხუბის დაწყება უნდა. ადამიანს აშკარად უნდა, რომ რაღაცა სიტყვა ელემენტარულ სიტყვაზე გამოგეკიდოს და გეჩხუბოს. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა, როცა ბობი აპირდებოდა, რომ თქვა თვის ბოლოს ჩამოვალ ლონდონში, შემდეგი თვის ბოლოს ჩამოვალ ლონდონში და ეს დაპირების ვადა იწურებოდა. ყოველთვის ცდილობდა ბობი, რომ რაღაცა მომხდარიყო. ან ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთი რაღაცა შეტევები ემართებოდა, ოპერაცია იყო დაგეგმილი, ან ამ მოწმეთა დაცვის პროგრამიდან არ აძლევდნენ უფლებას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მოკეთ დაპირებებზე, რომლებიც ყოველთვის არ სრულდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ესეთი ძალიან მძიმე კამათის დროს ბობის შეტევა დაემართა, ცუდად გახდა, გონება დაკარგა. მოკეთ კირა ძალიან განიცდის ამ ამბავს, ალაგებს უცებ ჩემოდანს, მირბის ჰითროუს აეროპორტში რომ გაფრინდეს ნიუ-იორკში ბობისთან და ზუსტად დგას, რომ უკვე ბილეთი უნდა იყიდოს, რომ ბობის ერთ-ერთი ბიძაშვილი урეკავს, უბრალოდ ქალბატონი, რომელიც ეუბნება, რომ იცი რა, ეს ბობი შენს გამო დაემართა. შენი ბრალია. შენ ახდენ ბობიზე ისეთ დიდ ზეწოლას. რომ ლონდონში ჩამოდი, ჩემს ოჯახს როდის გაიცნო, მამა ჩემს როდის დაელაპარაკებენ, იმდენად დიდ ზეწოლას ახდენ, რომ ბობი ისეთი დიდი სტრესის ქვეშ არის, რომ ნახე შენს გამო შეტევა დაემართა. დარწმუნებული ხარ, ეხა ბობის შენი ნახვა უნდა? და მოგეთ გადააფიქრებინეს. ამას კიდე ისიც დაერთო, რომ ამ პერიოდში კირას ბებია გარდაეცვალა, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო. და ბოლო დღეების გატარება ვერ შეძლო ბებიასთან გარდაცვალებამდე, იმიტომ რომ ბობი იყო ცუდად. და ესე გარდაიცვალა ბებო, რომ ვერ შეძლო გაუმშვიდობება, რაზეც ძალიან განაწყენებული და გაბრაზებული იყო. მე დაპირდა ბობი, რომ ბებემსის დაკრძალვაზე ჩამოვიდო და რაც არ შეასრულა და როგორც კი რამბობს, ეს იყო ბოლო წვეთი. ძალიან გაბრაზდა, ძალიან იჩხუბეს ყვირილით, რასაც როგორც წესი არასდროს არ აკეთებდა კირა, მაგრამ საბოლოო, ასე ვთქვათ, ულტიმატუმი წაუყენა, რომ ან ჩამოხვალ, ან შორტებით. და გაგიგორდებათ და რამოდენიმე თვის შემდეგ, უკვე მოვედით 2018 წლის თებერვალია, დაახლოებით 3 წელიწადია უკვე ასე გრძელდება მათი ურთიერთობა. 2018 წლის თებერვალია, კირას დაბადების დღეა თებერვალში და როგორც იქნა ბობის მოწმეთა დაცვის პროგრამა დასრულდა. როგორც იქნა ჩამოვიდა ლონდონში. ნუ კირა ჭკუაზე არ არის, ერთი სული აქვს როდის ნახავს, ერთი სული აქვს რომ გაიქცეს და აეროპორტში დახვდეს, მაგრამ ბობი ეუბნება, რომ არა, ფიზიკურად ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ რომ ვნახო, არ მინდა რომ ასეთ მდგომარეობაში ვნახო, ცოტა დრო მჭირდება რომ გონს მოვიდე სიტუაციას, შევეჩვიო სახლის წამბები ცოტა მოვაგვარო და შემდეგ ვნახო. ამიტომ რჩება სასტუმროში საცხოვრებლად ერთ-ერთი სავანყოფოს გვერდით, რომ ექიმებთან ახლოს იყოს. კირას ძალიან აწუხებს ეს ამბავი. ძალიან აწუხებს ეს ამბავი. უკვე მის ოჯახის წევრებსაც კი ატყილებს, როცა ანუ უთხრა თავის მშობლებს, რომ ბობი ბრუნდება ლონდონში და მართლა ჩამოვიდა ბობი. შემდეგ უკვე რას ეტყოდა თავის მშობლებს, რატო არ ნახულობ ბობის, ბობი რატო არ გნახულობს, რატო არ ხვდებით ერთმანეთს. ამიტომ ატყილებდა თავის მშობლებს, რომ თითქოს ბობის სანახავად მიდიოდა ხოლმე და მანქანით წრეებზე დადიოდა ქალაქში და შემდეგ გაჩერებულ მანქანაში ტიროდა. მოგეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ერთ დღეს გადაწყვიტა რომ პერიოდში სასტუმროში სადაც ბობი იყო გაჩერებული მისულიყო და იმ დღეებში მერის პირდაპირ და ბობის კითხულობს და იქ ეუბნებიან რომ იცი რა გასეთი არავინ არ ცხოვრობს.
კირას ჰისტერიკა ემართება გამორბის სასტუმროდან, ურეკავს ბობი არ პასუხობს. არ იცის რა გააკეთოს, არ იცის ვის მიმართოს, არ იცის ვის მოუყვეს თავისი ამბავი და სიტუაცია და სიმრანი ახსენდება ერთი თავისი უმცროსი ბიძაშვილი და რომელსაც ყველაფერი იცის, ყველაფერს უყვება და იმას ურეკავს და ეუბნება ასეთი სიტუაცია. ნუ ის ამშვიდებს რაღაცა ხდება, რაღაცა ისე ტყუილად უბრალოდ არ იქნება ეს ამბავი. ესე იგი რაღაცა მოხდა, დააცალე ბობი დაგირეკავს. როგორც კი უთიშავს სიმრას მაშინვე რეკავს სხვათა შორის ბობი და ეუბნება რომ სასტუმროს თანამშრომლებმა მითხრეს რომ ვიღაცა მიკითხა და ალბათ შენ იყავი მე გავაფრთხილე ყველა რომ არ უთხრან არავის რომ აქ ვარ იმიტომ რომ არავის ნახვა არ მიდა ამის გამო არ შემოგიშვეს შენს გითხრეს რომ აქ არ ვარ ნუ ამაზე კირა ძალიან ბრაზდება უკვე ბოლო წვეთია სახლში მიდის და გადაწყვეტს რომ დაიქირაოს კერძო დეტექტივი იმიტომ რომ ფიქრობს რომ აქ რაღაცა ისი არა ნუ ის რომ ნიუ-იორკში იყო ის რომ დაცვის პროგრამაში იყო ის რომ საავადმყოფოში იყო გასაგები მაგრამ აქ ლონდონში რამოდენიმე წუთით მოშორებით, სადაც შეიძლება რომ მარტივად ნახონ ერთმანეთი, ეს უკვე ზედმეტი იყო, იმიტომ გადაწყვეტა რომ დაიქირაოს კერძო დეტექტივი და ერთადერთი თხოვნა აქვს კერძო დეტექტივთან. სად ცხოვრობს ბობი? მისი აქტუალური მისამართი. მეტი არაფერი არ მინდა. და ამ ინფორმაციით ძალიან მალევე ბრუნდება დეტექტივი და ძალიან მალევე ეუბნება სად ცხოვრობს ბობი. აბსოლუტურად სხვაგან. ლონდონის, ანუ ქალაქ გარეთ, ლონდონშიც კი არა, არანაირი სასტუმრო, არაფერი საავადმყოფოსთან ახლოს, არაფერი მსგავსი, კერძო სახლში სადღაც ქალაქ გარეთ ასე ვთქვათ. ნუ კირა მარც ეხა ამ ინფორმაციით რა ქნას, მაგრამ გაჩერებაც აღარ შეუძლია და მოთმენაც აღარ შეუძლია, ამიტომ ჯდება მანქანაში და მიდის ბობის მისამართზე. გზაში ბობი ურეკავს და როგორც თვითონ ამბობს, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბობის ტყუილი უთხრა. როცა დაუმალა სად იყო და სად მიდიოდა. მოგეთ 2018 წლის ზაფხულია ივნისისთვის დასაწყისი შაბათის საღამო კირაზის მანქანაში ბობის სახლის წინ და არ იცის რა გააკეთოს მივიდეს თუ არა. და როგორც იქნა, ასე ვთქვათ, ბოლო გამბედაობა მოიკრიფა და მიდის და ზარს რეკავს. და მართლაც ბობი აღებს გარს. ბობი აღებს გარს და გისმენთ ეუბნება. კირა ვარ. უკაცრავად არ გიცნობთ. კირას არც იცის რა უთხრას, მაგრამ ნუ უკვე იწყებს ეს ემოციურ საუბარს. აი რატომ იკეთებ ამას 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, რატომ 10 წლიანი ურთიერთობა ნუ რეალურად ბოლო 3 წელიწადი იყო როგორც წყვილი, მაგრამ ნუ 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ როგორ მეუბნები რომ არ მიცნობ და ამ დროს მოდის სინჯი. წესით ბობის ყოფილი ცოლი. ბავშვთან ერთად. ყველანი ერთად არიან ერთ სახლში, ცხოვრობენ ერთ სახლში. ნუ სინჯის დანახვაზე კირას ეკეთება, ჩხობს სიწყებს, ტყუილს სიწყებს, ტირილს, ნუ ისტერიკა აქვს. ბობიმ არც იცის რა გააკეთოს და რა უთხრას. თავისი ცოლია ეკითხება ბობი ეს ქალი ვინ არის? ნუ ბობი რა თქმა უნდა ამბობს რომ არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის. მე ეუბნება ეკითხება რომ JJ ხო არ გონი ვარ, ანუ ხშირად ვეშლებით მე და ჩემი ძმა ერთმანეთში და JJ-ს ხო არ გულის, ნუ რა თქმა უნდა არა. ნუ კირა იწყებს რომ აი ნახე შენი ნომერი მაქვს მიმოწერების შენი ფოტოთი, ნუ ბობი უყურებს რომ კი ჩემი ფოტოა, მაგრამ ჩემი ნომერი არ არის. ვიღაცა სხვა წერს ჩემს სახელით. და დაგიმტკიცებ, მომეც შენ ნომერი გირეკავ. ათმას ტელეფონს ურეკავს და შედის ზარი ბობის ზარი და აბსოლუტურად სხვა ნომერს ხედავს. ის კონტაქტი რა სახელითაც არა ნომრითაც ბობი ყავს შენახული ტელეფონში არა, აბსოლუტურად სხვა უცხო ნომერი შემოდის ტელეფონში. კირას არ ჯერა, მაინც ეს ამბავი მაინც არ იჯერებს, ანუ გონია რომ ბობის აქვს ორმაგი ცხოვრება. მაინც ცხოვრობს ცოლთან არ დაშორებია, ამიტომ არის ეს მუდმივი დაპირებები, რომელსაც არ ასრულებს, ატყუებს მოკეთ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ამ წუთას რისიც კირას ჯერა და რის გამოც ეჩხობება ბობის. შემდეგი სახსენდება რომ იცი რა, სიმრანს ურეკავ. სიმრანს ხო იცნობ? სიმრანი ხო გინახავს? სიმრანი ძალიან ეხმარებოდა ამათ ურთიერთობას სხვათა შორის. სიმრანი ნიუ-იორკში იყო სამსახურის გამო. ნუ სიმრანი 17 წლის თინეიჯერი აღარ არის უკვე 2018 წელს. ბრიტანეთის ერთ-ერთი ბანკის ძალიან წარმატებული თანამშრომელია სამსახურის გამო ნიუ-იორკში იყო, როცა ბობი მაშინ იქ საავადმყოფოში იწვა და კირას რაღაცა ძალიან უნდა რაღაცა ბობის ქონოდა და ბობი თავის მაისურს დაპირდა. და ნუ სიმრანმა არ არის პრობლემა, მე მივარ გამოვართმევ შენს მაისურს და ჩამოგიტანა. ნუ ორივეს იცნობდა რა თქმა უნდა, სიმრანი ორივესთან ქონდა ურთიერთობა და იცი რა, სიმრანს ურეკავ. ნუ ბობის ახსენდება რომ ერთ-ერთი სიმრანი რომელსაც იცნობს არის იგი გოგონა რომელიც წლების წინ მის უმცროსს მასხლებოდა. კირა ურეკავს და სიმრანს ეუბნება რომ აი ბობის სახლის წინ ვარ. აქ თუ გავარ ბობის სახლის წინ და ვერ მცნობს, მეუბნება რომ არ მიცნობს. ნუ ბობი არ სმავს ტელეფონს, იმიტომ რომ მასაც უნდა რომ დაელაპარაკოს და გაარკვიოს. ნუ ეს გონია რომ რაღაცა ისტერიკა ქალი დგას აქ და იქნებ მოახერხო რომ პოლიციაში არ მომიწეოს და რეკომ დროუკი არ ფრთხილებს რომ პოლიციაში დავრეკავ დატოვეთ ჩემი ეზო. და სიმრანი ეუბნება ბობის რომ კი ჩემი ბიძაშვილია. ემოციურია, არ იცის რას აკეთებს, რთულ სიტუაციაში, ამიტომ ძალიან გთხოვთ პოლიციას არ მიმართოთ, დამალაპარაკეთ და მე ვეტყვი რომ დატოვოს თქვენი სახლი. და მართლაც, ანუ სიმრანი ეუბნება რომ აზრი არ აქვს. მისი ცოლი დგას მის გვერდით. აზრი არ აქვს ახლა მასთან ლაპარაკს, ძალიან გთხოვ, სანამ პოლიციაში დაარეკავს ახლა მართლა ბობი, წამოდი მაგიდან. და ნუ კირა უჯერებს, მოდის მთელი გზა სიმრანი ტელეფონზე ელაპარაკება, ამშვიდებს, აწნარებს,უდარს ტურებს სხვათა შორის იმას, რასაც კირა ისედაც ფიქრობდა, რომ ბობის ორმაგი ცხოვრება აქვს. და ზუსტად იმას ეუბნება, რომ იცი რა, იმის გამო რომ ისი ცოლი იდგა მის გვერდით, ამიტომ მოიქცა.
რეალურად ჩამოვარხა. მოკლედ, კირა ბრუნდება სახლში, განადგურებული, თუმცა გადაწყვეტა ასე არ დატოვებს ამ ამბავს და მეორე დღეს პოლიციაში მიდის და სიმრანი მიყვება, სხვათა შორის იმიტომ რომ სიმრანი უნდა იყოს მოწმე, იმიტომ რომ ორივე მხარეს იცნობს მთელი ეს ისტორია იცის მათი ურთიერთობის და საჩივარი შეაქვს, საჩივარს წერენ. ნუ პოლიციას ძალიან გაუჭირდა ამ ამბის და ისტორიის გაგება. სანამ ქალი ოფიცერი არ მოვიდაო, რომელიც დაჯდა და ბოლომდე მოусმინა ჩემს ისტორიას, რომ ძალიან გაუჭირდათ პოლიციელებს ჩემი ისტორიის გაგება, რომ რამდენიმე ჯერ ისიც გავიგონე, რომ ერთმანეთში გადაილაპარაკეს, ფსიქოლოგი ხوار გამოვიძახოთ, იმიტომ რომ ეგონათ რომ ვიგონებდი ამ ყველაფერს. მოკლედ ამ სიტუაციაშია კირა ძალიან განადგურებული 2018 წლის 11 ივნისია. დილით სახლშია სიმრანს თავის ბიძაშვილს ელოდება, რომელსაც დაპირდა რომ შენთან გამოვალ დღეს, მაქედან ვიმუშავებ და თან შენს გვერდითაც ვიქნებ. კირა ელოდება სიმრანს, რომელიც აგვიანებს და მე ხედავს სახლის წინ ჩერდება მანქანა. სიმრანი და თავისი ძმა, ორივე ბიძაშვილები არიან. და რაღაცა ძალიან ესე კამათობენ მანქანაში, ბოლოს როგორც იქნა ეს ძმა აიძულებს სიმრანს რომ მანქანიდან გამოვიდეს, თვითონ არ გამოდის მანქანაში, გაჩერებულ მანქანაში ზის და ელოდება. და ნუ კირა ჩარის ქვემოთ უკვე კარს აღებს რომ სიმრანი სახლში შემოვიდეს. მაგრამ სიმრანი არ შემოდის, კარის წინ დგას და კირას ეუბნება რაღაც უნდა გითხრა. რაღაც უნდა გითხრა და ჯობია რომ აქ გითხრა და სახლში არ შემოვიდენ. კირას უყვირს ძალიან, მაგრამ ნუ ოკეი მითხარი. და როგორც იქნა სიმრანი ამბობს რომ ბობი მე ვარ. რას ნიშნავს ბობი შენ ხარ? მე გწერდი. ბობის სახელით. ბობის არასდროს მოუწერია შენთვის მე ვიყავი. ნუ უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ დროს კირას და სიმრანს შორის ცოტა დაძაბული სიტუაცია არის. იმიტომ რომ წინა დღეს პოლიციის განყოფილებაში რო იყვნენ. ანუ სიმრანმა მოყვა რა თქმა უნდა ჩვენება მისცა რომ ნიუ-იორკში ბობი ინახა და კირასთვის თავის მაისური გამოატანა და მოკეთ ეს რაღაცები და შემდეგ სახლში რო ბრუნდებოდნენ მანქანაში კირას უთხრა რომ მოვიტყვილეო. არ მინახავს ნიუ-იორკში ბობიო. ბობი მთხოვა რომ ეს მაისური გამომიგზავნა და მომეცა შენთვის ისე თითქოს ვნახე ბობიო. რაზეც ნუ კირა რა თქმა უნდა ძალიან განაწყენებული და ძალიან გაბრაზებულია რომ სიმრანმა ასეთი რაღაცა მოატყუა. თუმცა მეორე მხრივ ისიც ესმის რომ ბობი სიმრანიც მოატყუა და ჩაითრია ამ ამბავში და ძალიან განიცდის ამის გამო როგორც უფროსი დის პასუხისმგებლობას და მოვალეობას გრძნობს სიმრანის მიმართ რომ სრულიად უდანაშაულო გოგონა ამ უაზრო სიტუაციაში ჩაითრიეს. ამიტომ ეხლა ფიქრობს რომ ბობის აქვს რაღაცა ისეთი სიმრანის წინააღმდეგ რომ აიძულებს, აშანტაჟებს რომ მოიტყვილოს და დანაშაული თავის თავზე აიღოს, თითქოს ის იყო ბობი, რომ თვითონ გამოძრას ამ სიტუაციიდან, რომ ეს თავის კომუნიტიში ხა სახელი არ შეელახოს მის ოჯახს და მის ცხოვთან პრობლემები არ შეექმნას და ამიტომ სიმრანი დანაშაულს იღებს თავის თავზე და არაფრით არ ჯერა ხა კირას ეს რასაც სიმრანი ეუბნება. მე გადმოაქვს ტელეფონი და რას ეს რომ წერდა ესეც მე ვარ. და ეს ანუ იწყებს ხო გახსოვთ ჯგუფი რო იყო და ხო 40 კაცი რო იყო ჯგუფში ერთად ყველაზე ეუბნება სიმრანი რომ მე ვარ. ყალბი პროფილია, ჩემი შექმნილი პროფილია, მე გწერდი. 10 წელი მწერდი შენ, ჩემი ბიძაშვილი. კი. პირველივე შეტყობინებიდან 2009-ში მე გწერდი. და აგრძელებს რომ ჩემს ოჯახსაც მოუყევი. იციან ყველაფერი ეს დეტალები არ მithქვავს, მაგრამ იციან რომ ბობის სახელით გწერდი და ბობისაც აუცილებლად მივწერდა ავხსნის სიტუაციას. ნუ კირას ისტერიკა უკვე იჯერებს ხა ჩემს ოჯახს უთხარი, იქ გარეთ თავისი ძმა დგას მანქანაში, მზის მანქანაში და შენ დაშემოდის, ეს სახლში არ შემოდის, უკვე ხდება რომ სიმართლეს ეუბნება. მაგრამ ბოლომდე გააზრება არ შეუძლია ამ სიტუაციის. ისეთი ისტერიული შეტევა ემართება, რომ გონებას კარგავს. I was questioning everything. I've never spoken to her in my life. სიმრანი ბობისაც წერს და ეუბნება რომ იმიტომ მოვიდა შენთან გუშინ კირა რომ შენ სახელით ვწერდი Facebook-ზე წლების განმავლობაში და შენს სახელს ვიყენებდი, შენს ფოტოს ვიყენებდი, შენს მონაცემებს ვიყენებდი და იქნებ ისე მოვაგვაროთ ეს ამბავი რომ პოლიციას არ მიმართო. და ბობი გამორიცხულია, არაფერი არ მინდა შენთან საერთოდ ვაჭრობას შეთანხმებას არ დავიწყებ შენთან, აუცილებლად მიმართო პოლიციას და არ დავუმალავ არაფერს. იმ დღესვე სიმრანის ოჯახიც მოდის კირასთან სახლში. ნუ ერთი დიდი ოჯახი არის სანათესავა წარმოიდგინეთ. და ეხვეწებიან კირას რომ კირამ არ მიმართოს პოლიციას, გამოიტანოს პროზორად საჩივარი და ყველაფერს გავაკეთებთ რაც გინდა, იმდენს გადაგიხდით რაც გინდა. ანუ რეალური დაახლოებით სიტყვები არის რა შვილი არ დაგვიღუპო. რა თქმა უნდა თავის შვილს იცავენ. და ეს არის რეალურად სადაც დოკუმენტური მთავრდება. ეს არის Netflix-ის ორიგინალი დოკუმენტური Sweet Bobby, რომელიც შარშან 2024 წელს გამოვიდა და რომ ამომიგდო Netflix-მა ეს დოკუმენტური და სახელი დავინახე, დოკუმენტურის მაშინვე გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ ეს იყო 2021 წელს, მაქვს პოდკასტი მოსმენილი ზუსტად იგივე სახელით. და
ძალიან გამიხარდა, რომ ვაუ, რა მაგარია, პოდკასტი მაქვს მოსმენილი. აი ხა დოკუმენტურსაც ვნახავ ამ თემაზე. უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გაკეთებული დოკუმენტურია, რაც კი ოდესმე მქონია და მინახავს Netflix-ზე. ძალიან დაჩეხილი, ძალიან შემოკლებული დოკუმენტურია. ბევრი რამე ამოღებულია, ვერც კი შედარდება პოდკასტთან. პოდკასტი არის ტორის მედიას პოდკასტი, ალექსისი არის ჰოსტი, ანუ ავტორი ამ პოდკასტის. ეს არის 6 ნაწილიანი პოდკასტი. თითო ნაწილი მინიმუმ თითო საათიანი მაინც არის. ანუ სადღაც 6 საათიანი პოდკასტია, რომელსაც უსმენ. ჩემი საყვარელი კონტენტი YouTube-ზე, რაცა შეიძლება ყურსასმენები გაიკეთო, მილიონ რაღაცას ვაკეთებ სახლში, ტელეფონი შეერთებული, დატოვებული მაქვს, რომ არ მჭირდება რომ მუდმივად ეკრანს ვუყურო და თან ძალიან კარგ კონტენტს უსმენ და თან უამრავ რაღაცას ვაკეთებ სახლში. ჩემ ფავორიტი კონტენტი ნამდვილად და თან 6 საათიანი. Hello, it's Alexi here, the host of Sweet Bobby. I wanted to let you know that Sweet Bobby is a production of Tortoise Media, a newsroom devoted to slow journalism and investigating the stories that matter. ძალიან კარგად გაკეთებული. ძალიან კარგად გაკეთებული, ძალიან კარგი ჟურნალიზმი. სადაც ყველა მხარეს აძლევენ საუბრის უფლებას, ძალიან ბევრ დეტალს მეყობიან, რომელზეც ეხა გესაუბრებით სხვათა შორის. ეხა როცა უკვე იცით, რომ ეს ყველაფერი სიმრანმა გააკეთა, მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს ისტორია. და ეხა ესეთ დეტალებს მოგიყვებით, რომლებიც აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა შეიძენს, რომლებსაც სამწუხარო დოკუმენტურში ვერ იპოვეთ. მხოლოდ პოდკასტში და დაგილინკავთ აუცილებლად ქვემოთ ვიდეოს აღწერაში ამ პოდკასტს თუ გაინტერესებთ და უფრო დეტალურად მოусმენთ. პოდკასტის ავტორი როცა დაუკავშირდა ბობის ინტერვიუსთვის 2021 წელია გახსენებთ, როცა ეს პოდკასტი გამოდის, ბობის აღარ ქონდა არანაირი შეხება არავისთან, სარჩელი გაიტანა სხვათა შორის, იმიტომ რომ არაფერი აღარ უნდა ქონოდა საერთო სიმრანთან და მის ოჯახთან და სანათესაოსთან, იმიტომ რომ პატარა ბავშვი ყავთ, ოჯახიდან არ უნდა რომ ყველაფერთან უკვე ნელ საჯარო რო გახდა ეს სიტუაცია, არ უნდა რომ არაფერი საერთო ქონოდა ამასთან, ამიტომ გაიტანა თავის საჩივარი, მაგრამ ინტერვიუსთან თანხმდა პოდკასტისთვის და გადაწყვიტა რომ სანამ კითხვებზე უპასუხებდა და ჟურნალისტ შეხვდებოდა, ცოტა გაეკითხა კიდე რეალურად სიმრანთან და თავის ძმასთან JJ-სთან დაკავშირებული ისტორია. მოკლედ, როგორ დაიწყო სიმრანის და JJ-ის ურთიერთობა? სიმრანმა და JJ ერთ-ერთი არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები იყვნენ, ლონდონში ნახეს ერთმანეთი, მოეწონათ ერთმანეთი, დაიმეგობრეს Facebook-ზე ერთმანეთთან და დაიწყეს მიმოწერა. თუმცა ისეთი განსაკუთრებული არაფერი და სიმრანს როგორც ჩანს უფრო მეტი უნდა ამ ურთიერთობისგან, ამიტომ უცებ ავარიაში ხდება. ძივი ავარიაში, საავადმყოფოშია და სიმრანის ერთ-ერთი მეგობარი წერს JJ-ს და ეუბნება, რომ სიმრანი ასეთ რთულ მდგომარეობაშია საავადმყოფოში და იქნებ მიწერ, რომ გაახარებს ძალიან შენგან შეტყობინების ნახვა და გაამხნევო იქნებ. ხوار გეცნოთ სიტუაცია. და JJ რა თქმა უნდა წერს სიმრანს და აქედან უფრო ხშირად წერენ ერთმანეთს და ამის შემდეგ გახდნენ წვილი. მაგრამ როგორც ჩანს JJ-მ თავის დროზე მალევე მიხვდა, რომ ეს გოგო რაღაცა არ ღირს ამასთან ურთიერთობის გაგრძელება და დაშორდნენ ერთმანეთს. და აქ მოკლა თავის ისტორიაში სიმრანმა JJ, იმიტომ რომ JJ ცოცხალია. ცოცხალი და ჯანმრთელი, არაფერი მოცულია. ანუ თავის გამოგონილ ისტორიაში მოკლა JJ იმისთვის, რომ ბობის ყალბი პროფილით კირასთვის მიწერის საბაბი ქონოდა. თან გახსოვთ ის ისტორია, ბობი მადლობა რატო გადაუხადა კირას ჩემს ძმას კარგ რჩევებს აძლევდიო. JJ-ს არასდროს მიუწერია კირასთვის და რჩევა არასდროს უკითხავს. აი ეს 2009 წელშიც კი JJ, რომელიც სიმრანის შეყვარებული იყო და კირას რჩევებს ეკითხებოდა, ეგეც კი ყალბი პროფილი იყო. ყალბი JJ წერდა კირას რჩევებზე. ანუ JJ-ის ყალბი პროფილი და საკუთარ თავთან ურთიერთობაში რჩევებს ეკითხებოდა კირას. შემდეგ შექმნა ბობის ყალბი პროფილი და კირასთან მიმოწერა დაიწყო. ღამის კლუბში შეხვედრა. ეგ რეალური იყო. 2011-ში რეალური ბობი ნახა კირამ სრულიად შემთხვევით ღამის კლუბში. ამიტომ ვერ იცნობობ. არასდროს ქონია მიმოწერა კირასთან. რაც აი ეს გადამტეხი მომენტია, კირა უფრო მეტად რომ იყოლოდა ამ ისტორიას და უფრო რომ მიეწერა ბობისთვის და ეკითხა და ეთქვა როგორ ვერ მიცანი, მაგრამ თან იმასაც ვფიქრობ, რომ ისეთი კარგი გაწაფული არის ამ ყველაფერში, კარგად არის გაწაფული ამ ყველაფერში სიმრანი, რომ არც მაგ სიტუაციიდან თავის დაღწევა გაუჭირდებოდა ჩემი აზრით. ასე რომ არ ვიცი რამდენად ექნებოდა მაგას რაღაცა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ის ფაქტი, რომ უკვე 2011 წელს როცა იწყებოდა ეს ყველაფერი, ეს ამხელა დაცლიანი ხაბანგი, მაშინ უკვე შეეძლო კირას რეალურად გაეგორო თურმე ეს ბობი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. შემდეგი მომენტი იყო სროლა, როცა დაჭრეს ბობი. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. აი ეს მეგობრის პოსტი, რომელიც კირას ამოუგდო, ასეც ბობი მონიშნული იყო. ის მეგობრის პროფილიც ხალბია და ისიც სიმრანი იყო. მთელი ისტორია გამოგონილია. ბობი არასდროს ყოფილა მოწმეთა დაცვის პროგრამაში, არასდროს ყოფილა ნიუ-იორკის საავადმყოფოში წლების განმავლობაში. ისეთი დეტალები აქვს გამოგონილი. გახსოვთ, გითხარით ზუსტად, რომ ნიუ-იორკში იყო, როგორ დაემთხვა, რომ სიმრანი ნიუ-იორკში იყო, როცა როგორც კი კირამ სთხოვა ბობის რომ რაღაცა შენი მინდა მქონდესო და იმან მაისურ დაპირდა.
როგორ კარგად დაემთხვა, რომ სიმრანი მაშინვე სამსახურის გამო ნიუ-იორკში იყო. ესე იგი, გოგო წავიდა, მამაკაცის მაისური იყიდა, რაღაცა აფთერშეები თუ კაცის ოდეკოლონი მიაბყურაზეთ. მერე კირას შეხვდა კაფეში. ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ყავას სვავდნენ ერთ მაგიდასთან. როცა მისცა ეს ვითომ და ბობის მაისური და კირა ეხსენებს რაღაცას თავის საათზე თამაშობდა ხელზე, ანუ smartwatch-ი ეკეთა ხელზე და იქედან თავის გვერდით მჯდო კირას წერდა ბობის სახელით, ჩემი გამოგზავნილი საჩუქარით მოგეწონა. გახსოვთ ჯგუფი. დაახლოებით 40 კაცი რო იყო იმ ჯგუფში გაერთიანებული ბობის ნათესავები და მეგობრები. ყველა სიმრანი იყო. არც ერთი პროფილი არ არის რეალური. ყველა გამგონილი პროფილებია. რეალური ადამიანები, რომლებსაც თავიანთი რეალური პროფილები აქვთ Facebook-ზე. მაგრამ ეს იყო fake პროფილები, რომლებსაც ყველას სიმრანი ხელმძღვანელობდა. გახსოვთ ერთ-ერთმა ბიძაშვილმა, ბობის ბიძაშვილმა ჯგუფი რო დატოვა, იმიტომ რომ კირა არ მოსწონდა. ესე იგი, გოგომ სპეციალურად შექმნა ყალბი პროფილი, რომ მერე ჯგუფი დაეტოვებინა რეალური სიტუაციის შესაქმნელად. ანუ ეხა რეალურ ცხოვრებაში ხო ესე ყველას ხო ვერ მოეწონები, ხო? ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონხარ ეხა. 100% გასაგებია, ხო? ანუ ამ რეალური სიტუაციის შესაქმნელად რომ ძალიან ყალბი არ ყოფილიყო ეს ყოფილი რომ ყველას უყვარს და ყველას მოსწონს კირა. მხოლოდ იმისთვის გააყალბა ის ერთი პროფილი, რომ შემდეგ რო ჯგუფი დაეტოვებინა. ბავშვის ტანსაცმელს რო არჩევდნენ ერთად გახსოვთ? ანუ რეალური პროფილი ქონდა ბობისაც და თავის ცოლსაც. იქ როგორც კი დადებდნენ ბავშვის ფოტოს ისინი და რა ეცვა მაგალითად ამ ბავშვს რა ფერის მაისური ეცვა. შემდეგ იწყებდა სიმრანი ბობის სახელით, კირასთან ერთად ვითომ და ბავშვის ტანსაცმელს არჩევდნენ ონლაინ. არ ვიცი როგორ ახერხებდა რომ კირა ზუსტად ის ტანსაცმელი მოსწონებოდა, რაც ბავშვს უკვე ეცვა ფოტოში, ვითომ შეუკვეთეს და შემდეგ ტვირთავდა იმათი საიტიდან, იმათი გვერდიდან ამ ბავშვის ფოტოს და კირას უგზავნდა, ნახე შე რომ შეერჩი მართლა ის ტანსაცმელი უყიდეთ. ფსიქოზი. ფსიქოზის უკანასკნელი ფორმა. ძალიან ბევრი ამას რძენის სიტუაცია, აი ბებია რო ცუდად იყო მაგალითად, ხო, გონია ჩვენ რომ ბობი კარდიოლოგია და თორშორს ჩევებს ეკითხებოდა ბებია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ბობის სინამდვილეში არის სტომატოლოგი. არ ვიცი კარდიოლოგია ალბათ უფრო cool არის ვიდრე სტომატოლოგია, არ ვიცი რატო შეუცვალო პროფესია და ბებია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევდა კირას. ის ქალი ამისი ბებიაც იყო, მარტო კირას ხო არა. იმ სიტუაციაში რომ ჩააგდო კირა, რომ კირას ვერ შეძლო რომ თავისი ბებიის გვერდით ყოფილიყო ბოლო დღეები. ხო იცოდა რომ ამას საკუთარ ბიძაშვილს უკეთებდა. პოლიციაში რო გაყვა, იმ დღეს ფოტოშორის კირა იხსენებს მერე ძალიან დეტალური ინტერვიუებია პოდკასტში, რაც ანძღარ დოკუმენტურში არ არის, როგორც გითხარით ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გაკეთებული დოკუმენტური. ანუ რა თქმა უნდა თუ გაქვთ აბონემენტი Netflix-ის უყურეთ, რატომაც არა, უბრალოდ არც ეს არ პირატულ ვერსიას თუ ნახავთ, იმიტომ რომ Netflix-ის ორიგინალია წესი პროექტი Netflix-ზე უნდა იყოს, მაგრამ თუ მაინდა-მაინც არა და უფასოდ აქვე YouTube-ზე პოდკასტს მოусმენთ, 6 საათიან პოდკასტს, თუ თქვენს ჩემსავით მსგავსი გრძელი ვიდეოების მოყვარული ხართ, საკმარისზე მეტ ინფორმაციას მიიღებთ დოკუმენტურის ნახვა საერთოდაც არ არის საჭირო. პოლიციაში რომ მივდიოდითო, გზაში მანქანაში რომ ვისხედითო, ძალიან ცუდად ვიყავ, ტიროს ვერ ვიკავებდი. ისტერიული მდგომარეობა მქონოდა და ამ დროს სიმრანი გვერდით ეჯდა და ტელეფონზე რაღაცა ვიდეო თამაშებს თამაშობდა. უკვე ამ დროს, უკვე ამ მომენტში, როცა უკვე იცის რომ პოლიცია ერთვება საქმეში. როცა რეალურ ბობის შეხვდა კირა, როცა იცის რომ დამთავრდა ეს ყველაფერი. გოგო მაინც არ ნებდება, მაინც არ ჩერდება. ემპათია სხვის იგრძნობების მიმართ ნული. სხვათა შორის, როცა დაიწყო ამ პოდკასტმა გამოსვლა, გამოჩნდნენ ამ ჟურნალისტმა ალექსის მეიპოვა სიმრანის სკოლის მეგობრები, ბავშვობის მეგობრები, რომელმაც ანონიმურად რა თქმა უნდა არავის არ უნდა სიმრანს საქმეს დაჭერა და სიმრანის წინააღმდეგ წასვლა. ინტერვიუ მისცა, სადაც ყვება, რომ ბავშვობაშიც ესეთი იყო. ანუ JJ-ის ისტორია ხო ერთი იყო, წინასწარ ხო ივარჯიშა JJ-ზე. ბავშვობაშიც ესეთი იყო. ესე იგი, ყალბი ფოტოები ქონდა მუდმივად, ანუ დაეჭვნენ თავისი კლასელები, იმიტომ რომ სულ რაღაცა სადღაც მოგზაურობაში იყო, რაღაცა სასტუმროები, რაღაცა ადგილები, ანუ მუდმივად რაღაც ესე ძალიან მდიდრული და ძვირადღირებული ადგილებიდან პოსტავდა ძალიან მაგარ ფოტოებს და ძალიან დაეჭვნენ თავისი მეგობრები. პლუს ის რომ მხოლოდ 1-2 ადამიანი უკომენტარებდა ფოტოებს. მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები, რომლებსაც ფოტო არ იყენათ და პროფილები ერთსა და იმავე დროს იყო ზუსტად შექმნილი. ანუ ბავშვობაშიც უკვე სპეციალურად ქმნიდა ყალბ პროფილებს, რომ თავის რეალურ პროფილზე კომენტარები დაეტოვებინა, ვითომ ძალიან პოპულარული იყო და ბევრი გამომწერი ყავდა. და ძალიან დავეჭვდითო, მე ფოტოები დავგუგლეთ სპეციალურად Google-შიო და ამოგვიგდო ეს ფოტოები სხვადასხვა საიტებიდან მოპარული და ჩამოტვირთული ფოტოები იყო. ბავშვები ხო იცით როგორი არიან, მაშინვე მიადგნენ სიმრანს და გავიგეთ რომ იტყვილები და შენ რეალური ფოტოები არაა და ესენი რეალური ადამიანები არ არიან და ანუ რა რეაქცია შეიძლება გქონდეს ასე დროს? იყო ის რომ ანუ ეს ერთი რეაქცია ქონდა, ის რომ ძალიან გაკურებული იყო.
აქეთ ვკითხა, როგორ აღმოაჩინეთ და როგორ მივხვდით, რომ ყალბი პროფილები იყო. ბავშვობიდან ვარჯიშობდა. ბავშვობიდან ემზადებოდა დიდი catfishing-ისთვის. თან ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? არ არის პატარა ბავშვი. არ არის გოგო, რომელიც სახლიდან არ გადის, მეგობრები არ ყავს, პირადი ცხოვრება არ აქვს, სოციალური კონტაქტები არ აქვს. არა, ძალიან წარმატებული თავის საქმეში, ძალიან ჭკვიანი, ულამაზესი, ყველას რო უყვარს, ყველასთვის საყვარლესი ბიძაშვილი რო არის, აი ეგეთი გოგო. ჯერ სად ნახულობდა ამისთვის დროს. ეგეც ხო ცალკე წარმოუდგენელი თემა არის, იმიტომ რომ ამ პერიოდში, როცა კირა ამ სიტუაციაშია, პოლიციასთან აქვს საქმე, რომელსაც ვერ უხსნის რა ხდება. მადლობა ღმერთს თავიდან ბობის იქში აქვს არჩელი. სიმრანის წინააღმდეგ და მე პოლიცია ურეკავს კირას და ეუბნება რომ იცი რა ბობიმ სარჩელი შემოიტანა და შენს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში უნდა მიხვიდე და ჩვენება უნდა მისცე. 20 წუთი მქონდა სულ დრო ჩვენებს მისაცემად. როგორ უნდა მოყვეს 10 წლიანი ისტორია 20 წუთში, ხო? და როცა დაინახა კირა რომ პოლიციას ბევრი არაფრის გაკეთება არ უნდა და თვითონ დაიწყო მასალების შეგროვება, იმიტომ რომ დაინახა რომ ნელ-ნელა ამ პროფილებმა ინტერნეტში გაქრობა დაიწყეს. და მიხვდა რომ თავის კვალს შლიდა ნელ-ნელა სიმრანი. ამიტომ თვეების განმავლობაში ვიჯექი ჩემს ოთახში და სკრინები და მიმოწერები და საჩუქრები და ფოლდერები მქონდა სავსეო. ამ დროს სიმრანი თავის ადვოკატებს აგვარებინებდა საქმეებს, ძალიან აგრესიული ადვოკატები ყავს, თვითონ არავისთან კონტაქტზე არ გადის, არავის არ ელაპარაკება, თავის საუკეთესო ეტაპს ცხოვრობს ცხოვრებაში. დააწინაურეს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ზუსტად ამ პერიოდში კირა როცა ცდილობს რომ საკუთარ ოჯახს და სანათესაოს აუხსნას სიმრანმა რა გააკეთა, იმიტომ რომ არავის არ უჯერებს. არავის არ ჯერა რომ ისეთი საყვარელი, ისეთი ულამაზესი, ისეთი წყნარი გოგო როგორც სიმრანია, ისეთი წარმატებული, ესეთი არაჩვეულებრივი კარიერით 60 ყალბ პროფილს ხელმძღვანელობდა Facebook-ზე, მაშინ როცა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო თან. დაინიშნა საქმრო ყავს. ნიშნობის წვეულებაზე სხვათა შორის სტუმრებს მოსთხოვა რომ ტელეფონი არ შეეტანათ დარბაზში, რომ სოციალურ მედიაში რამე არ დაეპოსტათ. ნეტა რატომ? სოფიოს გარშემო მოგზაურობაში ბრძანდებოდა თავის საქმროსთან ერთად. ყველაზე გულისამრევი რა არის, იცით, რომ კირა ამ დროს სახლში გამოკეტილია, არსად არ გადის, რომ სადმე არ შეხვდეს სიმრანს რაღაცა რომელიმე სანათესაო შეკრებაზე, წვეულებაზე, რაღაცაზე არ გადაეყაროს, სახლიდან არ გადის და ამ დროს სიმრანისგან იღებს შეტყობინებას. მე ვიციო შენ როგორი ძლიერი ადამიანი ხარ და იმედი მაქვს ამ ყველაფერს გავამკლავდებიო. ეხლა ვხვდები შენი სახით როგორი კარგი მეგობარი დავკარგე. მოკეთ საქმე არის იმაში, რომ პოლიცია ეუბნება კირას, რომ სისხლის სამართლის საქმე არ არის. შენ მსხვერპლი არ ხარ. მსხვერპლი არის ბობი და მისი ცოლი. მისი სახელი მოიპარეს, მისი მონაცემები მოიპარეს, მისი სახელი გამოიყენეს. შესაბამისად, მსხვერპლი არის ბობი და არა შენ. რაც კირასთვის რა თქმა უნდა ძალიან მძიმე სიტუაცია არის. ანუ ადვოკატებიც ეუბნებიან, რომ სისხლის სამართლის საქმე არ არის. ანუ სისხლის სამართლის საქმე ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, კანონი დაირღვა. რაც სამწუხაროდ კირას არ აქვს. მაგრამ მისი ერთადერთი ვარიანტი იყო civil case-ი, არ ვიცი სამწუხაროდ ქართულში ამას რა ქვია და როგორ ითარგმნება. ვინც ერკვევა სისხლის სამართლის საქმეში სიამოვნებით გამიზიარდ კომენტარებში ამას ზუსტად რა ქვია ქართულად. ანუ სისხლის სამართლის საქმე და civil case-ი, civil საქმე. ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეში თუ გაგამტყუნეს და დამნაშავედ გქცნეს, ნუ ციხეში ხვდები, შეიძლება რაღაცა თავდებით გამოხვიდე რაღაც, მაგრამ ნუ სასჯელი არის პატიმრობასთან რაღაცა ფორმით კავშირში. Civil case-ის დროს რომც გაგამტყუნონ და დამნაშავედ გცნონ, ციხე არ გემუქრება. Civil case-ის დროს სასჯელი შეიძლება იყოს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მსხვერპლის წინაშე. ან პირადად ბოდიშის მოხდა და ფინანსური ჯარი, ფინანსური ანაზღაურება, ზარალის ანაზღაურება მსხვერპლთან. ნუ კირა რა თქმა უნდა ამბობს, რომ ფული არ უნდა, არაფერში არ ჭირდება სიმრანის ფული. ერთადერთი რაც უნდა არის საჯარო ბოდიში. და ამაზე იყო ახლა სიმრანის ადვოკატებს და კირას ადვოკატებს შორის საქმის გარჩევა, რომ სიმრანს რა თქმა უნდა რომ პირადი კერძო ბოდიშის მოხდა ყოფილიყო, ისე რომ ძალიან ცდილობენ რომ ეს საქმე რეალურად არ გაიგოს კომუნიტიმ, დიდმა სანათესაომ, დიდმა ოჯახმა, რეალურად სიმრანმა რა გააკეთა. და საჯარო ბოდიში რეალურად ნიშნავს იმის აღიარებას, რაც კირას გაუკეთა 10 წლის განმავლობაში. დეტალურად უნდა მოყვე ეს ყველაფერი და ბოლოს ბოდიში მოიხარო. რისი გაკეთებაც რა თქმა უნდა არ უნდა სიმრანს. 2021-ში ერთადერთი რაც მიიღო კირამ სიმრანისგან არის პირადი ბოდიში, რომელიც რეალურად მისი ადვოკატების დაწერილი ბოდიში, რომელსაც თვითონ ხელი მოაწერა. ბოდიშიც კი არ არის. ანუ კირას რეალურად არ შეუძლია სრული ტექსტი გაასაჯაროს. არ შეიძლება ვინმე ამ დოკუმენტის ფოტო გადაიღოს, ასლი გააკეთოს, გაასაჯაროს. კირამ უნდა ჩამოწეროს, ვის აჩვენა ეს დოკუმენტი, სახელი და გვარები, მაქსიმუმ 30 ადამიანი. 30-ზე მეტ ადამიანს ვაჩვენოს სიმრანისგან მიღებული ეს ბოდიში, მაგის უფლება არ აქვს, ორი პრობლემები შეექმნა. და სიმრანის ადვოკატებს უნდა გადაუგზავნოს იმ ადამიანების სახელები, სია გაკეთებული, ვის აჩვენა კირამ ეს ბოდიშის წერილი. სახში ქონდა ეს ბოდიშის წერილი, როცა პოდკასტის ჟურნალისტი მასთან სახში მიდის ბოლო სერიის შესაწერად სხვათა შორის უკვე და ანუ სთხოვს კირას, აი შენი სიტყვებით რომ მითხრა დაახლოებით, აი ძალიან ზოგადად, ისე რომ პრობლემები არ შეგექმნას, აი რა წერია ამ ბოდიშში, ასე ვთქვათ.
კი ამბობს რომ რეალურად ბოდიში არ მიურია არასდროს სიმრანისგან. ყველაფერი თქვა ბოდიშის გარდა. როგორ რაღაცას ამბობს იცით რომ მე ამით ჩემი ამ საქციელით მარტო შენი ცხოვრება კი არ დავანგრიე. არამედ ჩემი ცხოვრებაც გავანადგურე. ანუ ეხლა უნდა რომ ამ სიტუაციაში თავის მსხვერპლად წარმოაჩინოს. ანუ მარტო კი არ არის მსხვერპლი, თვითონაც მსხვერპლია. თვითონაც დაზარალდა ამ სიტუაციაში. ანუ ისეთი ადამიანების ტიპი არ ვიცი თუ იცნობთ ვინმეს თუ ყავს იმედი თუ ყავთ იმედი მაქვს არა, მაგრამ თუ გქონიათ ეს ადამიანთა შეხება, რომლებსაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ. ანუ მილიონაირად დაალაგებენ წინადადებას, მილიონ რაღაცას იტყვიან ბოდიშის გარდა. ნუ რა თქმა უნდა ესეთი ფსიქოზის ფორმა არა ეხლა როგორც სიმრანს აქვს, მაგრამ თუ დავაკვირდებით ესე ზოგიერთებს აქვს ხო რაღაცა სუბულკი ფორმით, მაგრამ რაღაცა ნიშნები. და ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს დოკუმენტურში არ არის პოდკასტში ნახავთ რა მოისმენთ, მხოლოდ რომ მის ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა? საკუთარ ოჯახშიც ბრძოლა უწევდა, იმიტომ რომ მამამის ამ ბოდიშის წერილის საკითხაც არ უნდა. როგორი რეაქცია ჰქონდა იცით? რომ ხო აი ესმის რომ მისმა შვილმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ განსაკუთრებით განიცდის იმას, რომ ოჯახი ურად გაიყო და ბაბუა ძალიან განიცდის ამ ამბავს და ძალიან ნერვიულობს. მოკლედ, კირა საკუთარი ოჯახისგანაც არ ქონია რეალურად ისეთი მხარდაჭერა, რომ თუნდაც ეს პოლიციის განყოფილებაში გატარებული საათები და ეს დაკითხვები და ეს მასალების შეგროვება და იმის იყურება, რომ სიმრანს საუკეთესო ცხოვრება აქვს, მაშინ როცა თვითონ ზის და სკრინერს აგროვებს. ოჯახის წევრებისგანაც კი არ ქონია ესეთი მხარდაჭერა, რომ დახმარებოდნენ კირას ამ სიტუაციაში და ამ ყველაფრის გაკეთებაში. ამიტომ ერთადერთი რაც მიიღო ამ civil case-ის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ბოლომდე არ მივიდა საქმე, როგორ ანუ შეთანხმდნენ ერთმანეთთან. ანუ ისიც კი არ ყოფილა რომ საბოლოოდ თქვა სიმრანი დამნაშავედ იცნეს ანუ სასამართლო დარბაზამდე არ წმესულა ეს საქმე ადვოკატებმა მოაგვარეს ერთმანეთში რომ ეს იყო ერთადერთი რასაც კირა მიიღებდა სიმრანის. მე თითქმის დარწმუნებული ვარ რეალურად სასამართლო დარბაზამდე რომ მივიდეს ეს საქმე და civil case-ი შედგეს დამნაშავედ ცნობენ სიმრანს. იმიტომ რომ civil case-ის შემთხვევაში ეს არის რომ ეს ემოციური საქმეა უფრო და ეს ემოციური ზარალი და მაინც ფინანსურ ზარალს რომ არ ეხება საქმე ზუსტად რომ ფსიქოლოგიური ზიანი რაც ემოციური ზიანი რაც მსხვერპლმა მიიღო. შეთაშორის ზუსტად ეხა ეგეთი საქმე რაც მახსენდება როცა სისხლის სამართლის საქმეს და civil case-ის აბსოლუტურად სხვადასხვა შედეგები დაიდო ბოლოს უყურეს შეთაშორის მაგ დოკუმენტურს O.J. Simpson-ის საქმე ძალიან ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის რომელიც ორმაგ მკვლელობაში იყო ბრალდებული და სისხლის სამართლის საქმეში გაამართლეს, მაგრამ civil case-ზე სასამართლომ 33 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა მსხვერპლების ოჯახებისთვის. ანუ იქ გაამართლეს, იქ დამნაშავედ იცნეს. აბსოლუტურად სხვა საქმე და სხვა დოკუმენტურია, მაგრამ აი შედარება რომ გავაკეთოთ, მე ვფიქრობ, რომ civil case-ი რო რეალურად შედგეს ამ საქმეზე, სიმრანს 100% დამნაშავედ ცნობენ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ოდესმე მაგამდე მივიდა საქმე. ძალიან ბევრი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით ინტერნეტში, კომენტარების სექციები არის სიგიჟე რეალურად ადამიანებს რა მაკვირავს იცით, როგორ ძალიან უჭირს ადამიანებს კულტურულად საკუთარი აზრის დაფიქსირება. და გონიათ, რომ ამით სხვას რაღაცას ეუბნებიან, მაშინ როცა მხოლოდ საკუთარ დონეს და კულტურას აჩვენებ იმით, შენ როგორ ლაპარაკობ. კამათი არის ხმასთან დაკავშირებით და ვიდეოსთან დაკავშირებით, რომ როგორ შეძლო ხმების გაყალბება. ნუ გასაგებია, რომ დაკარგული ქონდა მეტყველების უნარი რეალურად და მხოლოდ გერებს გამოცემდა და რამოდენიმე სიტყვას და სხვადასხვა დედასაც კი ესაუბრა, კინას დედასაც კი ესაუბრა ბუბი ამერიკიდან მაშინ სკაიპით და დედასაც უბრალოდ ეს რეაქცია ქონდა, როგორი უცნაური ხმა აქვს, როგორი რაღაცა ძალიან ხმამაღალ ნოტებში, გერებში საუბრობდა ბუბი და აკირა იხსენებს, რომ თვითონ როგორ ეზიზღებოდა თავისი ხმა. ცდილობდა რომ არ დავაპარაკებოდა თემაზე ბუბის. მაგრამ მარტო ბუბის ხმაც ხო არ გავყალბები, ანუ იქ ვიღაცა ქალმა ხო დაურეკა ერთ-ერთმა ბიძაშვილმა ნიუ-იორკში წასვლას რო გეკმავდა არც რამდენი ადამიანის პროფილი ქონდა ამ გოგოს გაყალბებული რამდენი ადამიანის ხმას აყალბებდა და თან წარმოიდგინეთ ეს ხდება მაშინ როცა ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ არსებობს. ეხლა რო წარმოვიდგენ სიმრანის ფსიქიკის მქონე ადამიანებს ხელოვნური ინტელექტით რისი გაკეთება შეუძლიათ? სერიოზულად მეშინია ეს რაღაცები. კიდევ ბევრი წერს და ამბობს იმ თემას რომ სიმრანი გამორიცხულია მარტო ყოფილიყო. და მარტო შეძლებოდა ყველაფრის გაკეთება. რანაირად შეიძლება სრული კარიერა გქონდეს, ანუ რაც მოლარე ოპერატორიდან უცებ ვიცე-პრეზიდენტი ხო არ ხდები. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში ხო რაღაც სერიოზული თანამდებობები ქონდა ბანკში. სიმრანს ხო რაღაცა უცებ ხო არ გახდა ვიცე-პრეზიდენტი, ხო? რანაირად ახერხებდა რომ ბანკში ასეთი სერიოზული თანამდებობა, ასეთი სერიოზული საქმე და კარიერა ქონოდა და პლუს 60 ფეიქი პროფილი ემართა Facebook-ზე. რანაირად ნახულობდა ამის დროს. ამიტომ ბევრს ჯერა რომ მარტო არ იყო და ვიღაც ეხმარებოდა. ვიღაცებას ხოთაშორის რამოდენიმე ჯერ ისიც ახსენეს რომ თავისი ძმაც იქნებოდა ჩართული მაგ ყველაფერში ძმა რომელსაც კირა საფთან მიიყვანა და მანქანა შეელოდებოდა იმ დღეს. არ ვიცი ხოთაშორის რაც დოკუმენტურში არ არის რა თქმა უნდა, მხოლოდ პოდკასტში ექსპერტები ყავდათ, ექსპერტებთან ქონდა ალექსის ინტერვიუ, სოციალურად როცა სოციალურ მედიას და სოციალურ ურთიერთობებს და ზოგადად სიტუაციებს ეხება საქმე და ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს რომ ასეთ სიტუაციაში
სხვერპლს უნდა თვითონ ჯეროდეს, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა კი არ მოატყუილა და მხოლოდ ერთმა ადამიანმა კი არ შეძლო მისი ასე გაცურება. არამედ რამოდენიმე ადამიანი იდგა ამ საქმის უკან. რომ თავს ასე ოდნავ უფრო უკეთ გრძნობს, რომ ეხა თუ 5 და 6 კაცი ერთად ცდილობდა ჩემს მოტყილებას, ხომ მომატყილებდნენ, რა თქმა უნდა. გადასაკვირია. მაგრამ როცა იმას ვამბობ, რომ ერთ-ერთზე არის, რომ იქ მხოლოდ სიმრანი იყო და აქ მხოლოდ კირა იყო და სიმრანმა ასე იოლად მოატყვილა კერა. ამისი დაჯერება უფრო უჭერს მსხვერპლს და იმისი დაჯერება უფრო უნდა, რომ რაღაცა გუნდი და ჯგუფი და რამოდენიმე ადამიანი იყო ერთად ჩართული ამ საქმეში და ყველა ერთად ცდილობდა მის მოტყილებას. ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ მართლა რამოდენიმე ადამიანი იყოს ჩართული ამ საქმეში და სიმრანზე ამბობენ სხვათა შორის, ჯერ რაღაცა ფაკულტეტებზე მე მგონი როგორც სამაგალითო საქმე ისე უნდა განიხილებოდეს სხვათა შორის ერთი პროფესორი ამბობდა, რასაც ვეთანხმები 100%-ით. მაგრამ არ ვიცი საბოლოოდ რა მიიღო სიმრანმა ამ ყველაფრისგან. ანუ რაღაცა ინტიმური ურთიერთობა არ ქონიათ ერთმანეთთან. კი და ამბობს, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ არაფერი არ აქვს, არც ფოტო გამიგზავნია, არც ვიდეო გამიგზავნია, არაფერი მსგავსი არ მოხდა. ერთადერთი ის, რომ ერთმანეთის გვერდით გვეძინა, ანუ ერთმანეთის გვერდით გვეძინა იმ იდეით, რომ ვიდეო ზარი ჩართული იყო Skype-ით და ერთად ვიძინებდით ხოლმე მაგ გაგებით. ეგაა ზუსტად ის ძალიან მძიმე მომენტი, ისი გადახარშვაც კიდევ ერთხელ მიჭირსო, რომ ვისთან ერთად მეძინა ამდენი წელიო. All of this time, who have I been sleeping on the phone with? სხვა მეტი არაფერი, აი ფინანსური თვალსაზრისითაც. პირიქით აქეთ საჩუქრებს უგზავნიდა და ანუ არაფერი ისეთი არ მიუღია ამ ურთიერთობისგან სიმრანს. ერთადერთი რაც იმ ბუდიშში უწერი არის, რომ მე ანუ გაცნობის პირველივე დღიდან რაღაც განსაკუთრებული კავშირი ვიგრძენი კირასთანო და ჩავთვალე რომ ჩვენ რაღაცა გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ შევქმენი ეს ყალბი ფიქციური სამყარო მხოლოდ ჩვენთვის. და მე მჯეროდა რომ კირა მიცოდა რომ მე ბობი არ ვარ. კიდე ერთი დეტალი რაც უნდა გითხრათ, მე რაც დავაფიქსირე ორივეს ნახვის შემდეგ პოდკასტის და დოკუმენტურის ნახვის შემდეგ. პოდკასტის ნახვის შემდეგ 2021 წელს ჯერ კიდევ მაინც ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი. კირას მე ვფიქრობ ჯერ კიდევ სხვა დამოკიდებულება ქონდა რეალური ბობის მიმართ. ხმაში ცოტა გაბრაზების და წყენის მომენტს ვხედავდი კირასთან, რომ ბობიმ საქმე შეწყვიტა და არაფერი საერთო არ უნდა და ამ ყველაფერთან ქონოდა და რაღაც უფრო მეტად არ დაუდგა ვითომ კირას მხარში. აი თითქოს ამ განაწყენების მომენტს ვხედავდი, როცა რანაირად შეიძლება ვიღაცაზე განაწყენდი, რომ როცა ამ ადამიანს არასდროს არაფერი საერთო არ ქონია შენთან, არ გიცნობს. ეს შენ გონია რომ შენ იცნობ ბობის. მე ვფიქრობ რომ აი იმ პერიოდში კი რაც ძალიან უჭირდა რეალური და ყალბი ბობის ერთმანეთისგან გარჩევა. იმდენად იყო ამ ყველაფერში ჩართული და იმდენად იყო ეს ყველაფერი მისთვის მნიშვნელოვანი, მისი მთელი ცხოვრება სხვა მეტი არაფერი არ იყო გარდა ბობი 24 შვიდზე. რაღაცა ისტორიას რო ყვებოდა, საკუთარ თავს რაღაცა მომენტებში ის უსწორებდა ნათქვამს, რომ რეალური და ყალბი ბობის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირდა აშკარად. მაგრამ 2024-ში უკვე როცა დოკუმენტური ვნახე, უკვე ეგ მდგომარეობა და ეგ სიტუაცია არ ქონდა, ანუ დროსთან ერთად და წლებთან ერთად აშკარად უფრო უკეთ გრძნობს თავს და გამოდის ამ სიტუაციიდან, რაც ძალიან მიხარია ამისთვის. მოკეთ გეოდებით კომენტარების სექციაში სიამოვნებით გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა მარტო აკეთებდა ამ ყველაფერს სიმრანი თუ მართლა ეხმარებოდა ვინმე და რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ინფორმაციის ერთადერთი წყარო კირასთვის წლების განმავლობაში მხოლოდ სიმრანი იყო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ სულ იძახის ნებისმიერ ინტერვიუში კირა რო ძალიან პატარა კომუნიტი და ყველა სიცნობს და თუ ყველა სიცნობს, რანაირად შეიძლება რომ ტიპი ქუჩაში დაჭრეს 6 ჯერ ესროლეს და სიმრანის გარდა არავის უსაუბრია ამ თემაზე. ან JJ თუ გარდაიცვალა და ეს ოჯახი ასეთი ცნობილია და ყველა პატივს უცემს და ასე შემდეგ. სიმრანის გარდა როგორ არავინ არ თქვა. სადმე არის ტაძარში კორწილში დაკრძალვაზე რომ გაიგეთ JJ რო გარდაიცვალა. მარტო სიმრანი როგორ იყო ინფორმაციის წყარო კირასთვის ამდენი ხნის განმავლობაში. ანუ მესმის რომ მხოლოდ სიმრანი არ იყო და მხოლოდ ბობი არ იყო და 60 კაცი 60 ყალბი პროფილი იყო ჩართული იმაში რომ კირას დაეჯერებინა ის რაც მის გარშემო ვითომ და ხდებოდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით. ხშირად გვჭირს ადამიანებს ეს რომ იდეალიზმს ვეძებთ, იდეალურ ადამიანებს ვეძებთ. ანძიებაში გვავიწყდება რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ამის გამო ხშირად განშის უნავს ვკარგავთ, სიფხიზლეს ვკარგავთ. და ეს სიმრანის მსგავს ადამიანებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოგვატყუა.